ურთიერთობას. ვაჭრობის სექტორში დარღვევები არც თუ ისე იშვიათია და განსაკუთრებით ეს უკანასკნელი ახალი წლის პერიოდში აქტიურდება, მასში როცა საყიდლების ბუმია, დღეს გავიგებთ განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ადგილზე თუ ონლაინ ვაჭრობისას და როგორ დავიცვათ თავი დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი სტუმარია ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც მივესალმებით. მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ნაკლებ დარღვევებს გისურვებთ ამ წელს და დარღვევებს რაც შეეხება რა იყო 2024 წლის მთავარი გამოწვევა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და შედეგებზეც რომ გავაკეთოთ დასაწყისისთვის აქცენტები საინტერესო იქნება. ჩვენს მაყურებელს მივესალმები. თქვენს გილოცავთ დამდეგ, ჩვენს მაყურებელს ულოცავთ დამდეგს და მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებ, რა თქმა უნდა, ყველას. თქვენს აღნიშნეთ, ეხა ახალი წლის პერიოდია, როდესაც ბუმია საყიდლების, ასევე დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ეს შავი პარასკევის პერიოდი, ეს პერიოდია, როდესაც ჩვენთან ყოველთვის აქტიურდება მომხმარებლის მხრიდან განცხადებები, რადგანაც ბევრი საკითხია ბუნებრივია, რომელიც ითხოვს დაზუსტებას. 2024 იყო ძალიან აქტიური, თუ ეხლა ორი სრული წელია, რაც ჩვენ ამ სფეროს აღსრულებას ვაკეთებთ. და დაახლოებით 1000-მდე განაცხადის განხილვა გავაკეთეთ 2024-ში, ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე იყო 2023-ში. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა უკვე მეტი იცის მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ჩვენც ვცდილობთ, მათ შორის თქვენი საშუალებით, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მუშაობს და მომხმარებლებიც ერთმანეთს უყვებიან თუ მათ და ბევრ შემთხვევაში მართლაც აქვთ წარმატებული გამოცდილება, როდესაც ხდება პრეტენზიის შემოტანა და შემდეგ ამ საკითხის დაკმაყოფილება. ისევ როგორც ბევრ ქვეყანაში ჩვენთანაც ძირითადად საკითხი ეხება ონლაინ ვაჭრობას, ეს არის დაახლოებით 70% ჩვენთან შემოსულ განცხადებში და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ როცა ადგილზე ყიდულობთ ნივთს, იქ ადგილზე ვათვალიერებთ, ზომას ვარჩევთ, ფერს ვიზუალურად ხედავთ, ყველაფერს აბსოლუტურად რაც ჩვენთვის ამ იქ ტესტავთ ტექნიკას და ესე შემდეგ და იქ უფრო მარტივია, ასე ვთქვათ, ბოლომდე დავწუნდეთ ნივთის შესაბამისობაში რაც ჩვენ გვსურს, თუმცა ონლაინ შემთხვევაში აქ ცოტა ფოტო არ ემთხვეოდეს, ან შეიძლება რაღაცა აცდენა იყოს. ამ შემთხვევებში არის ხოლმე ძირითადად აქცენტები გაკეთებული. რა არის ის შემთხვევები, როდესაც მოგმართავენ ხოლმე მომხმარებლები საჩივრით, რა გამოიკვეთა ყველაზე მეტად? ონლაინ ვაჭრობა ერთი ვთქვი, მეორე არის ძირითადად ტანსაცმელი და ტექნიკა, რაც ყველაზე ხშირი შესყიდვებს ახორციელებს მომხმარებელი. და ამ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანი ყველაზე მეტად რასაც ითხოვს მომხმარებელი, ეს არის თანხის უკან დაბრუნება. ანუ მას არ სურს, რომ ეს ნივთი დაიტოვოს და ნივთს აბრუნებს და უნდა თანხის უკან მიღება. ასევე გამორჩეული სექტორია აი მიტანის სერვისები, იმიტომ რომ ეს ეხება როგორც ადგილზე, ასევე უცხოეთთან ჩამოტანილ ნივთს, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება, რომ ნივთი გზაში შეიძლება დაზიანდეს, ან რაღაცა დაგვიანდეს, ან არის შემთხვევები, როდესაც დაიკარგა ან მსგავს ტიპის საკითხები და ესეც ერთ-ერთი ისეთი აქტიური სფეროა, სადაც დავაზუსტოთ თქვენი სააგენტოს მოღვაწეობა ასევე შეეხება უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებს? მოდი ეს კარგი კითხვა. ესე იგი შეეხება მხოლოდ უცხოურ პლატფორმაზე თუ ყიდულობთ, შეეხება მხოლოდ ტრანსპორტირების ნაწილს, თუ საქართველოში რეგისტრირებულ ონლაინ პლატფორმაზე ყიდულობთ, რა თქმა უნდა შეეხება ამ ონლაინ პლატფორმასაც და მის სავაჭრო პოლიტიკასაც. კი, სრულ ნაწილში, მაგრამ პირობითად ეხლა რო ვთქვა Amazon-ზე თუ ნივთს ყიდულობთ, Amazon-ს თავის საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა აქვს და ის ქვეყანა რეგულირებს, სადაც რეგისტრირებულია, თუმცა საქართველოს ჩამოტანის ნაწილში უკვე თუ ის ადგილობრივი კომპანია, ბუნებრივია, მისი სერვისი არის ჩვენი განხილვის საგანი. ბატონო, ახლა ის პერიოდია, როდესაც ფასტაკლებებს თავაზობენ კომპანიები მომხმარებლებს. რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ფასტაკლება დარღვევად? ეს ძალიან კარგი საკითხია, იმიტომ რომ და ალბათ თქვენც მეც და ძალიან ბევრ ჩვენთაგანს ქონია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაზე პირობითად არის კონკრეტული პროცენტი მითითებული, მე შევდივართ, რომ შეიძლება ერთ ნივთს ეხებოდეს, ან რაღაც საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი იყოს ფასტაკლებების, ან გაურკვეველი იყოს მაგალითად ეს 70 პირობითად ან 50% საიდ რა ფასიდან იწყება და რა ფასზე სრულდება. არის რაიმე გონივრული ესე იგი ჩარჩო, რაშიც უნდა ჩაჯდეს კონკრეტული მაღაზია? კი, დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღეთ ძალიან საინტერესო გაიდლაინი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ფასის მითითების სტანდარტი და რამდენიმე მიმართულებას ეხება.
მათ შორის ერთ-ერთი არის სწორედ ფასტაკლებების მითითების სტანდარტი. ანუ ჩვენი მითითების და გაიდლაინის მიხედვით იმისთვის რომ აი მომხმარებელი სრულად იყოს ინფორმირებული და ეს უცხოეთი წესია, უნდა იყოს აუცილებლად კონკრეტულ პროდუქციაზე მითითებული ფასი რა იყო ფასტაკლებამდე, ფასტაკლების შემდგომ რა ფასი ფიქსირდება და ეს რა პროცენტული მაჩვენებელია და ერთგვარ შესაბამისობაში რაც გაცხადებულია ამ კონკრეტულ ნივთზე და ასევე ბოლო ერთ თვის განმავლობაში რა იყო უდაბლესი ფასი ამ პროდუქციაზე. ეს იმიტომ რომ აი მაგალითად შეიძლება ჩვენ გვეუბნებიან რომ ფასტაკლება არის 50%-იანი, მაგრამ ანუ მაღალი ფასიდან იწყებოდეს ეს 50% და არა იმ ფასიდან რომელიც შეიძლება ისედაც ფასტაკლებული იყო რაღაც პერიოდის წინ. მეორე თემა რასაც ეხება არის სოციალურ ქსელში ფასის მითითების მიმართულება, ესეც ხშირი ალბათ, აი განსაკუთრებით უძრავ ქონებებზე, როდესაც აი ფასის პირადში მოგწერ თემა არის, ჩვენი განხილვებით ესეც ითვლება დარღვევად, თუ მომხმარებელი მოგმართავს რომ აი მაგალითად კონკრეტულ ბინაზე ან რაღაც უძრავ ქონებაზე ფასმითებული არის და ყველას ესე პირადში წერენ, მომხმარებელს უფლება აქვს რომ კონდეს ინფორმაცია და მითითება იყოს ფასზე გაკეთებული. ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა რესტორნებში, სასტუმროებში ფასის სრული მითითება ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს ადრე თქვენს ეთერში საკომისიო და ასე შემდეგ. კი, განვიხილია, ბევრი შემთხვევა გვაქვს ესეთი, როდესაც ემატება DGG 18% არსებულ ფასებს და ნუ შეიძლება კიდევ და ბევრს აქვს მომსახურების საკომისიო. მომხმარებელმა უნდა იცოდეს სრული ფასი კონკრეტულ მენიუში კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ ხო, ანუ მაგალითად ჩეკში თუ თქვენ თვლით რომ უნდა დახარჯოთ 40 ლარი და უცებ მოგდით 55 და შეერდით მას ემატება DGG საკომისიო, თქვენ თავიდანვე უნდა გითხრათ რომ ეს არის პირობითად 55 ლარი და არა 40 ლარი. ესე იგი ბატონო ირაკლი დაუბრუნდები აუცილებლად სოციალურ ქსელში მითითებულ ფასებს და მაშინ როდესაც კომპანიები გვემესიჯებიან, ასე უხეშად ვიტყვი რომ აი პირადში მოგწერთ, პირადში მოგწერეთ, პირადში ნახეთ, პირადში და არასდროს არ წერენ ხოლმე აი ამ ფასებს რაღაცა და ყველა არის ძალიან გაბრაზებული, გაღიზიანებული ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გასაგები მომენტი არის ალბათ ეგრეთ წოდებული ინგეიჯმენტის გასაზრდელად გვერდი კიდევ უფრო მეტად ცოცხლობს და კიდევ უფრო მეტ აუდიტორიაზე გადის, მათთვის კარგია, თუმცა პირადად ჩემთვის მომხმარებლისთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მეკარგება ძალიან ბევრი დრო და ძალიან მარტივად, როდესაც შეიძლება ერთი ბანერით გავიგო კონკრეტული ინტერესი, რაც მამოძრავებს, ამას არ აკმაყოფილებენ. ამას არეგულირებს რამე და აპირებს. ეს ჩვენ გესმის რომ ეს მარკეტინგული ტრიკი შეიძლება იყოს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზრდიდეს ფართო წრეს მომხმარებლების, მაგრამ კანონი პირდაპირ ამბობს რომ მომხმარებელს უფლება აქვს და ფასი უნდა იცოდეს ცხადად, მკაფიოდ კონკრეტულ პროდუქციაზე. ამიტომ თუ ჩვენ მომხმარებელი მოგმართავს ესეთ შემთხვევაში, ბუნებრივია ეს განხილული იქნება როგორც დიდი ალბათობით შესაძლო დარღვევა და ეს ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც აი სოციალურ ქსელში პირობითად არიან მოვაჭრეები და ესეთი ტიპის შეთავაზებებს აკეთებენ და ეს ითვლება დარღვევად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. იცით რა დავაზუსტოთ, ვალდებულია კომპანია რომ მიუთითოს ფასი, თუ ის არის ვალდებული, რომ თუ მომხმარებელი ვთქვათ საჯაროდ კომენტარში კითხავს მას ფასს, უპასუხოს ასეთ შემთხვევაში. კითხვის გარეშეც ფასი უნდა იყოს მითითებული კონკრეტულ სარეკლამო ბანერი იქნება, შეთავაზება იქნება თუ ეს შემდეგ იქნება. პირადში ფასის მიწერა განხილული ჩვენს მიერ თუ მომხმარებელი მოგმართავს ეს განხილება როგორც დავა. ხო ეს რაღაცა ხვეწნის დონეზე ადის ხოლმე საბოლოო ჯამში და მე უნდა ელოდო როდის მოგწერენ და ასე შემდეგ. აღნიშნეთ ეს მარკეტინგული შეიძლება ესეთი ბიზნეს მატარებელია, მაგრამ მომხმარებელთა უფლებების კანონი ამას განიხილავს როგორც ძალიან კარგი. ჩვენ ასევე ვადებზე ვსაუბრობდით და დაბრუნებაზე განსაკუთრებით ონლაინ გამოწერის და შოპინგის შემთხვევაში და გქონიაო შემთხვევები თქვენც აღნიშნეთ. აი მაგალითად რაღაც კონკრეტული ნივთი შეიძინა ადამიანმა, მას გაუვიდა რაღაც გონივრული ვადა, მას კიდე უნდა დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში ცერთვებით, თუ უკვე აქ უკვე თქვენ აღარ გძალით არაფერი. ორი ნაწილია მაგ, ერთი ონლაინ ვაჭრობის დროს ყველა მომხმარებელს აქვს 14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. ანუ პირობითად ნივთი გამოიწერეთ საქართველოს რეგისტრირებული საიტიდან, მე 12 დღეს პირობითად ჩათვალეთ რომ ეს ნივთი აღარ გსურთ და ვალდებულია ნივთი დაიბრუნოს. ოღონდ ერთი პირობა მნიშვნელოვანია, ამ ნივთს არ უნდა ეთყობოდეს მოხმარების კვალი და ეს მას არ უნდა კონდეს
დაკარგული თავდაპირველი ფორმა, ანუ მაგალითად პირობითად იყიდეთ სარეცხი მანქანა, 12 დღე ამუშავეთ ეხლა სახში და მე-13 დღეს გინდათ რომ დააბრუნოთ ეს ხო ბუნებრივია, მაშინ ეს განსხვავებული პირობით შეიძლება დაბრუნდეს მაგალითად ან სხვა ფასით ან ესე შემდეგ. თუ გატესტეთ უბრალოდ და ეხლა რაღაცა მუშაობაში გამოსცადეთ, ოღონდ ნუ ამას ეს ჩვეულება მაგას ადგილზეც ბევრი აკეთებს, მაგრამ აი როცა ონლაინ არის ცოტა სხვა თემა, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს დაბრუნების ვადა მუშაობს. თუმცა თუ ეხლა მოხმარების კვალი აქვს და პირველადი სახე პროდუქტმა დაკარგა, ეხება ტანსაცმელს ან ნებისმიერ სხვა რამეს, ბუნებრივია ეს შემთხვევაში მას განსხვავებული მიდგომა ექნება. თუმცა აი ჩვეულებრივი ყიდვის დროს, როდესაც მაღაზიაში შევდივარ და ადგილზე ყიდვის დროს, აქ ეს 14 დღიანი ვადა არ მუშაობს, ყველა მოვაჭრე თვითონ განსაზღვრავს. თავარია ზუსტად აგიხსნან, გითხრან, განგიმარტონ. არ არის მინიმუმი, თუ არ ბრუნდება ეს ნივთიც, იქვე უნდა განგიმარტონ ამის შესახებ. ანუ ასეთ შემთხვევაში მოვაჭრის ვალდებულება არის უბრალოდ ადგილზე მოგაწოდონ დეტალური ინფორმაცია, შეიძლება იყოს გამოკრული რამეს თვალსაჩინო ადგილზე და მკაფიოდ, ან ვერბალურ ესეთ კომუნიკაციაში აგიხსნან ამის შესახებ. შეიძლება იყოს საერთოდ არ ბრუნდებოდეს ნივთი, შეიძლება იყოს 3 დღიანი, 5 დღიანი ან 10 დღიანი, ეს არის დამოკიდებული კონკრეტული მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაზე. თუ მაგალითად მოვაჭრემ არ აგვიხსნა ეს და ჩვენ არ ვიყავით ამის შესახებ ინფორმირებული. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მაგალითად ვიყიდეთ დივანი, მოვიტანეთ სახლში დავდგით და მივხვდით რომ არ ეტევა იქ სადაც გვინდოდა რომ დაგვედგან, არ უხდება ჩვენს ინტერიერს. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? თუ ამ ინფორმაცია არის არამკაფიოდ, არაცხადად და არასათანადოდ მოწოდებული და ჩვენი განხილვის დროს ეს ხდება ცხადი, იმიტომ რომ თქვენს რაღაც მტკიცებულება უნდა წარმოადგინოთ, რომ ეს რეალურად ესე იყო, რომ არ გითხრეს ამის შესახებ, ბუნებრივია, ამას ჩვენ შემდგომ შეიძლება ეს გახდეს შეთანხმებისაგანი და ვალდებულებთ კომპანიას, რომ შემდგომში გაასწოროს ეს ინფორმირების პოლიტიკა იმისთვის, რომ თქვენაირ პრობლემას სხვა მომხმარებლებთანაც არ დადგეს. და ესეთ შემთხვევები ძალიან ბევრია, როდესაც ჩვენ ვერთვებით, ხდება სამხრივი შეთანხმება მომხმარებელს, მოვაჭრეს და ჩვენ შორის და მოვაჭრე იღებს ვალდებულებას, რომ ერთი რო პირობითად თუ იმეს თანხის დაბრუნება ნივთის გამოცვლა უნდა და ასე შემდეგ ეს ანა განახორციელოს და მომხმარებლის უფლება აღადგინოს და მეორეს მხრივ ის ნაკლოვანი ნაწილი საავჭრო პოლიტიკაში გაასწოროს, მაგალითად აი რაც თქვენ შემთხვევაში არ იქნა მკაფიოდ განმარტებული, გააკეთოს ისე რომ სხვა შემთხვევებში ეს პრობლემა არ დადგეს. გასაგებია. ბატონო ირაკლი, დრო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, ძალიან მოკლედ უნდა გვიპასუხოთ ბოლო პერიოდში დეკემბრის თვეში მიღებული იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების შესახებ მოკლედ რომ გავაკეთოთ აქცენტები. ერთ-ერთი ალბათ ყველა საინტერესო, რაც ეხება ძალიან ბევრ ჩვენთანგანს, იყო ეგრეთ წოდებული მიტანის სერვისთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ნუ ერთ-ერთ კომპანიასთან მიმართებაში, როდესაც სხვადასხვა პროდუქტებს ვიწერთ სხვადასხვა მაღაზიებიდან და ხშირ შემთხვევაში გვხდება არაქართულენოვანი მიმტანი, რომელთანაც შეიძლება ვიღაცას არ უჭირს კომუნიკაცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დისკომუნიკაცია ენობრივი ბარიერის გამო ხდება. კურიერებსაც ეხება კურიერებს პირველ რიგში არაქართულენოვანს, ამიტომ ჩვენ განვიხილეთ აღნიშნული кейსი და ვთხოვეთ ასეთ კომპანიებს, რომ მომხმარებელს, ანუ გამომწერებს მისცენ არჩევანი, პირობითად ეხლა თუ მე არ მაქვს პრობლემა, რომ ნებისმიერ ენაზე კურიერი მოვიდეს და შემიძლია კომუნიკაცია, ჩემი არჩევანია და ბუნებრივია ამას განვახორციელებ, მაგრამ თუ ვერ საუბრობ და მისამართი მაქვს მისათითებელი ზუსტად მინდა აუხსნა სად მოვიდეს, როგორ და ამაში ძალიან დიდი დრო არ დაიკარგოს და მივიღო რეალურად ეს პროდუქტი, უნდა მქონდეს საშუალება, რომ მივთითო ან შემომთავაზოს ქართულენოვანი ალტერნატივა, ანუ არ მინდა ისე ვინმე გაიგოს, რომ თითქოს ეს ვინმეს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არაქართულენოვანი, უბრალოდ როგორც მომხმარებლის უფლების ნიშნულოვანი ნაწილის გარანტირებული დაცვა. მე პირადად ჩემს თავზე გამომიცდია კურიერთან კომუნიკაცია, რომელსაც ვერც ერთ ენაზე ვერ გავაგებინე, რა მინდოდა, სად უნდა მოსულიყო, სად უნდა შემოეხვია და ასე შემდეგ და ძალიან დიდი დრო დავკარგე და ძალიან დიდი დისკომფორტია. კი ჭირს კომუნიკაცია, არათუ დაუშვათ ის რომ ის არის. ძალიან კარგი სიახლეა. იყო კიდე რამდენიმე თუ მე ალბათ სხვადასხვა ექნება და აუცილებლად 2025 წელს ბევრი დრო გვექნება სხვადასხვა სიახლეზე სასაუბრო და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ასევე დროა ჩვენ განვაგრძოთ გადაცემა და უნდა გავიცნოთ პატარა